დიდი ხშირად პატივისცემა, თქვენ რო არა. დაპირისპირებაა ბათუმის მერიასთან. მინდა რომ თქვენი უფლებებიც დავიცვა. თქვენ როცა ერთი ჩინოვნიკი და მართლოვანი იზორიან ზემა ფორმას არ მივდივარ ასა. ესეთი ადამიანი ისეთი აზონდერი რომელიც არის. იმას რა თქმა უნდა ფორმა არ უნდა ეცვა. მომისმინ, ეგ უნდა უთხრა თქვენებს, უნდა ჩვენებს მეუბნებით ყველა. თქვენ მადლობის მეტი პოლიციას როცა კანონის მარლებში იქცევა. არაფერი და არავინ პრეტენზია არ გვაქვს, მაგრამ როცა რაღაცას გადადი ახლა როგორც მოიქცა. თქვენი მაგალითი აი თქვენი მეშევდომია ის და კეთილი იმები და პასუხი მოთხოვე მაშინ მაგაზე აი როგორც იქცა. პოლიციის მხრიდან ზედმეტი არათუს არაფერი არ იქნება. უბრალოდ რეაქცია ყურადღება თქვენს აქტივისტებს, თუ ზედმეტად კამათია ელგუჯა ბაგრატიონსა და ბათუმის კრიმინალური პოლიციის უფროს შორის ელგუჯა ბაგრატიონი უმაღლესი საბჭოს წევრია. ის მისცემს რომ პოლიცია მოქმედებდა უსამართლოდ. რამდენიმე წუთის წინ აქ იყო დაპირისპირება, როცა ბათუმის მერის შენობა დატოვეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ვახტანგ წულაძემ და მერაბ კარანაძემ. აქციის მონაწილეები დეპუტატებს დაუპირისპირდნენ სიტყვიერად და მოსთხოვის პასუხი თუ რატომ არ შეასრულა ხელისუფლებამ დაპირება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. სიტყვიერი კამათის შემდეგ დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის გადაიზარდა. დეპუტატებმა დატოვეს უკვე ტერიტორია. ოპოზიცია ამბობს, რომ იწყებს მასობრივ საპროტესტო აქციებს ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ბათუმში. ისინი ამბობენ, რომ ყველა სხდომის ჩასვლას შეეცდებიან და პიკეტირებას, ვიდრე ხელისუფლება დაპირებას არ შეასრულებს პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ. არა, მაგრამ ხალხის წინააღმდეგ ვინც წავა, იმას გინდა ფორმა ეცვა. არავინ არ მიდის. მონა დაუძახეთ ახლა. გერევა ჩვენში და რაღაც ინფორმაცია ქალაქის პოლიციის რაღაც ერთმანეთში გერევათ ეხლა საჩვევა აი სადაა საძავი დამალე აი მონა შენახარო რომ დაიძახა თქვენახართო მონებიო აი ესეთი ვინ და ქალაქ ბათუმის პოლიციის უფროსი აი ვინ რომელიც ყველა აქციაზე აი ყველა აქციაზე ეცდება რომ როგორმე პროვოკაციაზე წამოაგოს აქციის მონაწილეები. ყოველთვის. არა, ერთადერთი. რატო თქვენ არ გეუბნებათ არავინ არამხოლოდ? რატო გეუბნებათ რომ თქვენ პატივს გცემთ? როგორ თქვენგანაც ვითხოვთ პატივისცემას რა? თქვენ რა დავალება შეასრულეთ არა კანონის, არამედ ბიძინას დავალებას. რა თქმა უნდა თქვენგანაც გვეკნება პრეტენზია. ბიჭებო, წავედი. ის ეხა ვინც ყავს ზონდერი. ის არ უნდა იყოს თანაც. საით მიდიხარ ხა? იმედია მიიღეთ გადაწყვეტილება. თქვენ რა ხდება? კარგი მეგობრებო, ყველა უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გავიდა, რა თქმა უნდა, არ ვიცი. გაიპარა. ხალხისგან ვინც გაიპარება, იმათი ადგილი თხეშია და ბიძინა მოუწყო ურეკში თხე. აი იქ უმზადებს ამათ ადგილებს და ხალხიდან გაქცეული თხეში დაიბადება ბიძინა ისე. სწავლენ, სადაც სწავლენ, გასავლობ ცენტრებში, ყველგან მივაკითხავ თითოეულ დეპუტატს, ვინც მოპარა ქართულ ხალხს, პროპორციული არჩევნები, ვინც ამ ქვეყნის განვითარებას უშლის ხელს, ყველას იმ ადამიანს ქართულ ოცნებაში იყოს ჩვეულებრივი დასაქმებულიც კი, რომც იყოს ქართულ ოცნებაში, ყველა შეუქმნით აბსოლუტურად დისკომფორტს. ეს არის ხათუნებერიძე მოძრაობა ალტერნატივის ხელმძღვანელი ბათუმში. ის ამბობს, რომ ყველა აქციაზე შეიკრიბებიან აქციის მონაწილეები და შეუქმნიან დისკომფორტს ხელისუფლებას, ასევე მოაწყობენ პიკეტირებას გარკვეული ადმინისტრაციული შენობების. და ხვალ შეცვალე შემოა არიან კიდე სხვა მოძრაობებიც, რომლებიც გავერთიანდებით და ჩვენ ახალგაზრდები ვაგებთ ამ ქვეყანაზე პასუხს და აუცილებლად ყველას მოეთხოვება პასუხი, ვინც ჩააგდო ეს არჩევნები და ვინც იფარავს ქართულ ვინც ძარცვავს საქართველოს ბიუჯეტს და ვინც მართლად ინსტრუქციულად მოქმედებს ოღონდ თითქოს კანონიერ ჩარჩოებში. აუცილებლად ყველას გაეცემა სათანადო პასუხი. დიდი მადლობა პოლიციას, რა თქმა უნდა, ჩვენს პატივისცემას კიდევ ერთხელ გუდასტურებ, მადლობა ჟურნალისტებს და მადლობა ყველას მას, ვინც გვიდგას ჩვენ გვერდით. მადლობა. დღეს როგორც ჩანს უკვე დასრულდა საპროტესტო აქცია ბათუმის მერიასთან.
მე შეგახსენებთ, რომ ბათუმის მერიის შენობაში იმართებოდა დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ხდომა. უმაღლესმა საბჭომ აქ გამართა ხდომა, ვინაიდან ახალი შენობა, სადაც უნდა გადმოვიდეს უმაღლესი საბჭო, ჯერ კიდევ რემონტდება. თუმცა ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ნებისმიერი საკითხი, რადგან არ უნდა იმსჯელოს უმაღლესმა საბჭომ, დღეს არის უმნიშვნელო, ვიდრე ქვეყანაში არ იქნება პროპორციული საარჩევნო სისტემა და ხელისუფლებამ ეს დაპირება უნდა შეასრულოს. ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, რომელიც უმაღლესი საბჭოს წევრია ერთიანაცვალური მოძრაობიდან, ამბობს, რომ ოპოზიცია მიიღო ერთიანად ქვეყნის მასშტაბით გადაწყვეტილება, რომ ისინი არ დაესწრებიან არც ერთ ხდომას, მათ შორის არც ბათუმის საკრებულოში, უმაღლეს საბჭოში. ისინი ამბობენ, რომ უმაღლეს საბჭოს აქვს უფლებამოსილება, რომ მიიღოს მინიმუმ ცვლილება აჭარის დონეზე და აჭარის დონეზე კონდეს პროპორციული საარჩევნო სისტემის მოდელი და თანხმობა ამ კუთხით არსებობდა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, მაგრამ ეს კანონპროექტი არის შემოდებული თაროზე, ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი. დღეს უმაღლესი საბჭოს ხდომას ოპოზიცია როგორც გითხარით არ დასწრებია, ეს ხდომა გაიმართა ბათუმის საკრებულოს ხდომათა დარბაზში. ოპოზიცია შეიკრიბა და ისინი აპირებდნენ, რომ არ მიეცათ საშუალება დეპუტატებისთვის შესულიყვნენ შენობაში, თუმცა როგორც გაიგო, ისინი ალტერნატიული სხვა შესასვლელებიდან შევიდნენ შენობაში. და როცა მათ დატოვეს შენობა, ამ დროს იყო სიტყვენ დაპირისპირება ჯერ დავით ბაციკაძესთან, რომელიც გამოჩნდა აქციის მონაწილეებთან, შემდეგ კი იყო მერაბ კარანაძე და ასევე ვახტანგ წულაძე. მათ მოუხდა სიტყვენ დაპირისპირება აქციის მონაწილეებთან და შემდეგ უკვე როცა დეპუტატებმა დატოვეს ტერიტორია, დაპირისპირება, სიტყვენ დაპირისპირება მოხდა პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის. ეს დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება, ელგუჯა ბაგრატიონი როგორც კადრში ხედავთ, ეკამათება პოლიციას ახლაც ის ელგუჯა ბაგრატიონი მიიჩნევს, რომ პოლიცია არ იცავს მოქალაქეების ინტერესებს. ელგუჯა ბაგრატიონი ასევე ამბობს, რომ იქნება პიკეტირება და ისინი არ შეშინდებიან იმის გამო, რომ შეიძლება ამის გამო პოლიციელებმა დააკავონ ადმინისტრაციული წესით. ჩვენ გახსოვს, რომ რამდენიმე თვის წინ, როცა ასევე მოხდა გარკვეული შენობების პიკეტირება, მაშინ დააკავეს მათ შორის ელგუჯა ბაგრატიონი ადმინისტრაციული წესით. ეს ყველაფერი ვიცი რა, მაინც წავა. მაინც მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას და ეს ინსტიტუტი, რომელიც მართლა რა ვიცი, მთელი წვალები, მთელი ფინანსური რესურსი, ბონები, ყველა რესურსი ჩაიგდო და ელგუჯა ბაგრატიონი ესაუბრება ბათუმის კრიმინალური პოლიციის უფროს. უნდა ჩამოშალოს, იმიტომ თავიდან საკეთებელი არ უნდა იყოს. ამაზეა საუბარი. თქვენი დაცვაც ჩვენი ინტერესია. მარტო თქვენ კი არ გევალებათ ჩვენი დაცვა. აქციის მონაწილეები უკვე დაიშალდნენ ადგილზე, ძირითადად ხედავ რამდენიმე მოქალაქეს და პოლიციის თანამშრომლებს, ისინი ისევ დგანან ბათუმის მერიის შესასვლელთან. თუმცა ოპოზიციამ დღეს აქ განაცხადა, რომ ეს აქციები იქნება თითქმის ყოველდღიურად, მაშინ როცა იქნება სხდომა, მაგალითად ბათუმის საკრებულოში, ან უმაღლესი საბჭოს მოდიდის სხდომა. ჩვენ აუცილებლად მოგეცდით ინფორმაციას ბათუმელების გვერდზე იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. მადლობა, რომ გვიყურეთ.